მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ გაგთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მინდა გითხრათ, რომ საავტომოთ არის თქვენთვის სუვენირები, რომელიც შეგიძლიათ იქნება დამუხტული თქვენი პირადი ურთიერთობისთვის, თქვენი კარიერული და ფინანსური წინსვლისთვის. ესეთი პატარა გასაღებები, რომლებიც შეგიძლიათ, რომ როგორც კულონი ატაროთ და ასევე შეგიძლიათ, რომ უბრალოდ გასაღებზე გავუკეთოთ, თქვენი მანქანი თუ სახლის და დარჩა ერთადერთი ესეთი სამაგრი, ხო, რომელიც ასევე დაემუხტება თქვენი წინსვლისთვის. ამ ყველაფერს თითო სანთელიც მოყვება, ანუ მწვანე არის ფინანსების და წითელი არის პირადის, ასე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ და დაიწყოთ ენერგიების მოზიდვა თქვენთვის პირადი და ფინანსური კარიერული წინსვლისთვის. დღევანდელ გაშლას რაც შეეხება, მინდა რომ გავაკეთო ესეთი გაშლა, რა გიშლით ხელს პირადი ურთიერთობის დაალაგებისთვის, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ გითხრათ, რომ საავტომოთ იქნება ასე ვთქვათ, აქცია, სასაჩუქრე აქცია, როგორც ვაკეთებ ხოლმე და ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, იქნება კვლავ ფასდაკლებით და ეღირება 50 ლარი, 70 ლარის ნაცვლად. ხოლო რაც შეეხება სრულ დიაგნოსტიკას, 100 ლარის ნაცვლად იქნება 80 ლარი. ასე რომ, ნახოთ. ახლა და გავარკვიოთ, რატომ ვერ ლაგდება თქვენი პირადი ურთიერთობა. მოდით იქნება ვარიანტის მდგომარეობა, იმიტომ რომ ყველასთან ერთი და იგივე ვერ იქნება და ესე გავაკეთოთ ვარიანტი. ანუ თქვენ რა ენერგიებში ხართ ზოგადად ხო? პირველი ეს გავარკვიოთ და მაგის მიხედვით მე უფრო მარტივი იქნება. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მოდით იყოს სამი ვარიანტი. მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და რომ გაგიადულდეთ კიდევ უფრო მეტად არჩევა, მოდით გამოვიყენებ ასეთ ქვებს. დამატინელი ESP, მგონი ჩანს. იყოს ვარდისფერი კვარცი, მგონი ესეც ჩანს. და იყოს წითელი ESP. მგონი სამივე ჩანს, ხო? სამივე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტები აირჩიეთ, ჩაიფიქრეთ. რომელი ვარიანტია? შეიძლება რომ ვთქვათ, სამივეს მოусმინოთ და კონკრეტულად რომელ ენერგიებში საკუთარ თავს იპოვით, მე იმის მიხედვით გაყვეთ, ისე რომ პირველი მაინც თქვენი ენერგიები უნდა წავიკითხოთ, რა ენერგიებში ხართ, რომ მაგის მიხედვით უფრო გაგიმარტივდეთ გაანალიზება და გააზრება, რატომ არ გემართებათ ხელი პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. იმედია ჩაიფიქრეთ ყველა, მე გადავდებ მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტს. და დავიწყებ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია დამატინელი ESP, რა ენერგიებში ხართ. რაღაცა დასრულდა თქვენთან, დასრულდა და ცოტა ესეთი ტკივნეული დასასრული ქონდა ამ ყველაფერს, ხო? რაღაცნაირად თქვენს ენერგიებში იკითხება, რომ გაქვთ რაღაც ტკივილები, ემოციურიც, ვიღაცებთან შესაძლებელია ეს მომენტიც იყოს, რომ აქ რაღაცა შეიძლება პატარა ჯანმრთელობის მომენტების მდგომარეობა იყოს, რომელიც თქვათ, რაღაც სტრესიდან გამოწვეული სიტუაციების გამო მოხდა, ხო? რა ენერგიებში ხართ. აი, ნახეთ, ტკივილიანი გზა გამოვიარეთ, დასრულდა ტკივად, მაგრამ ნელ-ნელა ხვდებით იმას, რომ
აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, ხო? აიღოთ თქვენ ხელში რაღაც მოიკრიფოთ ბოლო ძალა და გადადგათ ნაბიჯი, გახვიდეთ სიტუაციიდან და სხვა ნაპირზე გადახვიდეთ, ხო? თქვენთვის ასიკეთო ენერგიებში თუნდაც, ხო? აქ შესაძლებელია იყოს ის მომენტი, რომ ადამიანების ურთიერთობაშიც ნახეთ იმდენად დაიღალეთ, რომ ხვდებით, რომ ყველაფერი უნდა დაასრულოთ, დაამთავროთ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ბოლომდე აიღოთ და გაეცალოთ იმ ადგილს და იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც იმყოფებით, ხო? თქვენი ენერგიები არის აი რაღაცა ამ სიტუაციას. რატომ, მოდით ახლა გავარკვიოთ, რატომ არ ლაგდება თქვენი პირადი ურთიერთობა? მიზეზი რა არის? იცით რა არის? მიზეზი არის ის, რომ შეიძლება ითქვას, რომ მთელს ურთიერთობის ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე. მთელ ურთიერთობის მდგომარეობას რაც უნდა წესი და რიგით ორმა ადამიანმა გაინაწილოს და გადაინაწილოს, ხო, იღებთ თქვენს თავზე. და მერე ნახეთ როგორი მომენტია, როდესაც ხვდებით, რომ აი ეს სიმძიმე ძალიან რთულია თქვენთვის, ძალიან ძნელია, ხო? ანუ ორი ადამიანის აკეთებელი ერთმა ადამიანმა აკეთოს, მერე გეწყებათ შიშები, გეწყებათ ნერვიულობა, გეწყებათ თავის ტკივილი, გეწყებათ უძილობა, რაღაცა ფოთვები, რაც იწვევს თქვენში საბოლოოდ რაღაცა იმ კრიზისამდე მისვლას, რასაც დასრულება ქვია, ხო? ან ნახეთ ვარ ურთიერთობაში, ავიღე ყველაფერი საკუთარ თავზე, მთელი ჩემი ემოციები, ენერგიები, ყველაფერი ჩავდი ამ ურთიერთობაში, შევყურებ, ვცდილობ წყალი დაუსხა და საბოლოო ჯამში თქვენ ვერ იღებთ იგივე რესურსს, ხო? და როგორც კი ვერ იღებთ ამ რესურსს, მაშინვე გეწყებათ რაღაცა ის ფოთვები, რომ აი რატო ხდება ესე, რატო დავუშვი შეცდომა, სად დავუშვი შეცდომა, ანუ საკუთარ თავთან მიმართებაში შეიძლება რაღაც მომენტებში ბრაზის კი შეიძლება მოგდიოდეთ, ხო? ყოველ შემთხვევაში გაქვთ ის განცდა, რომ აი თუ ვუყვარ ვარ, თუ უნდა თან რა მომენტებში აი არ გინდათ ადამიანის დაკარგვაც, თან ეს მომენტებიც გაქვთ ხოლმე და შესაბამისად აი იმდენად არ გინდათ დაკარგოთ და იმდენად თვლით, რომ აი იქნებ ეხლა გამოსწორდეს, იქნებ ეხლა გამოჩნდეს ის სიტუაცია, რომ აი ადამიანი ჩემთვის ცდილობს რაღაცა ემოციას ცდილობს რაღაცა გამახაროს, ხო, რაღაცა ჩუქარი გამიკეთოს, თუნდაც უბრალოდ დამელაპარაკოს ისე, როგორც თქვათ ურთიერთობა სჭირდება, ხო? აი რაღაც აი ამ მომენტთან მიმართებაში საბოლოო ჯამში ხვდებით, რომ არ გამოდის ისე, როგორც თქვენ გონიათ და კიდევ იმის მოგეთ, რომ რაღაცა ენერგიას რო ჩადებთ და რო ხვდებით, რომ არ ვერ მიიღეთ სათანადოდ, ხო? ნახეთ, დროს კარგავთ იმაში, რომ კიდევ ვცდილობ და ამაში გადის ძალიან დიდი ხანი, ხო? რაღაც თვეები გადის, წლები გადის და საბოლოო ჯამში აი ეს რაღაცა მომენტები გიშლით ხელს იმას, რომ პირადი ურთიერთობა დაალაგოს. ნახეთ, საკუთარ თავზე იღებთ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში ხდება ისე, რომ ისევ თქვენ ხდებით დაზარალებული, ისევ თქვენ გიწევთ რაღაც სიტუაციიდან წასვლა, ისევ თქვენ გიწევთ უარის თქმა ყველაფერზე და ისევ თქვენივე აღებული ტვირთით მიდიხართ საბოლოო ჯამში შეიძლება ურთიერთობიდან, ხო? და ანუ აქედან გამომდინარე არის ის მომენტი, რომ არ გამოდის. მეორე მომენტი გაქვთ კიდე როგორი მომენტი, იცით, აი შეიძლება ითქვას გეშინიათ სტაბილურობის დაკარგვის, ხო? რაღაცა ნახეთ როგორი მომენტი სტაბილურობის დაკარგვა, როდესაც მივეჩვიეთ ამ ადამიანს, მივეჩვიეთ ამ სიტუაციას, ასეა თუ ისეა, ის მაინც ვიცით, ნუ ვთქვათ, ხასიათებით ასე თუ ისე ცოტა ვიცით ეს ადამიანი და ნახეთ გეშინიათ რომ
რომ წახვიდეთ, სულ მარტო არ დარჩეთ, ხო? მერე როგორ მოტრიალდება თქვენთვის სიტუაცია, მერე როგორ იქნება, ყველა შეიძლება ესეთი იყოს, ხო? თქვა თუ წინა ურთიერთობაშიც გქონდათ და ილუზიები, ანუ არ გაამართლა იმ ადამიანმა და შემდეგი ადამიანიც მოვიდა და არ გაამართლა ამ ადამიანმა, აი ნახეთ უკვე ისეთი მომენტის გესახებათ, რომ ნუ რაც არის, ეს არის, მოდი ამ სტაბილურობაში ვიყო, იმიტომ რომ სხვანაირად რო იყოს და ისევ ისეთ მდგომარეობაში კიდევ ვიღაცასთან ურთიერთობა მქონდა და იგივე გავიარო, ნუ აღარ მინდა, ხო, ეს ტკივილები და მოდი რასაც ვარ შეჩვეული, ისევ ამაში ვერჩვიო. აი, რაღაც ეს მომენტები არის. ნახეთ, აქ პირველ ვარიანტს საკუთარი თავი გიშლით ყველაზე მეტად მდგომარეობას, რომელიც არ ლაგდება პირად ურთიერთობაში, საკუთარი თავი გიშლით. ანუ საკუთარ თავზე აღებული იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე რეალურად უნდა აიყოთ, ხო? ახლა უბრალოდ 20 კილოიან ადამიანს რო ეტყვი, რომ მოდი აწი ახლა 300 კილოიანი გირი, ფიზიკურად ვერ აწევს, ხო? მაგრამ 300 კილოიან ადამიანს რო უთხრა 20 კილოიანი გირი აწიო, თან თავისუფლად აწევს. ასე რომ ნახეთ, რაც შეგიძლიათ და რისი გატანაც და ატანაც და გაწევაც შეგიძლიათ, ის რაოდენობა აიღეთ. იმაზე მეც ნუ აიღებ და თუ ხვდებით, რომ არავინ არაფერს არ დებს, ხო, ალბათ ნუ ჯობია, რომ ეგეთ ურთიერთობაში არ შეხვიდეთ, ხო? ნუ არ ვიცი, ხა მე არ მინდა რომ რაღაცა ჭკუის დარიგების მომენტი გამომივიდეს, მაგრამ ნახეთ, უბრალოდ აქ პირადი ურთიერთობაზე რომ ბრაზობთ, რომ რატო არ ხდება და ნუ ბრაზობთ, გულისწყეტა რო გაქვთ, ხო? აი ეს გულისწყეტა საკუთარი შეცდომების გამო ხდება. აქედან გამომდინარე რაღაცა უნდა შეცვალოთ, ხო? მოდით ესე მაინც ვნახოთ, რჩება თქვენთვის, ხო, რჩება თქვენთვის. მოდით ეს რჩევებს აი ამ დასტით გავაკეთებ. ესე რომ კონკრეტულ და კარგ პასუხებს ვიღებთ, ძალიან ისეთი კარგი დასტაა. სულიერი ხეები, რას გვეტყვიან, რჩევა თქვენთვის. პირველი ვარიანტისთვის რჩევა. ნახეთ, თქვენი სული, თქვენი შინაგანი მე იმყოფება ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ საკუთარი თავი. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ურთიერთობა იყოს ორმხრივი და არა ერთმხრივი, იმიტომ რომ აი ეს მომენტები თქვენთვის ძალიან დიდ სტრესს წარმოადგენს, როდესაც უბრალოდ ვერ ხერხდება სწორი ემოციების დაბრუნება. ეს ძალიან გთრგუნავთ, გიჩვენთ საკუთარ თავში ძალიან დიდ აგრესიას და მე უკვე საკუთარ თავთან ვიწყებთ, აი თავარია ეხლა ამ ეტაპზე სამყარო გირჩევთ, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა გამოისწოროთ, გაანალიზოთ, რომ რა შეგიძლიათ და როგორ შეგიძლიათ და ზუსტად მერე მიყვეთ ისე ამ ურთიერთობებს, როგორც რა დონეზე შეგიძლიათ, რომ თქვენ ჩადოთ რესურსი. აი ესეთი არის პირველი ვარიანტის შემთხვევა. გადავდებ პირველ ვარიანტს. მოდით ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. ვინც აერჩია ასეთი ვარდისფერი. ნახოთ. რა ენერგიებში ხართ ახლა? თქვენ რაღაცნაირად ნახეთ ცოტა წარსულს მივტირით, სამწუხაროდ. რა ენერგიებში ხართ? არა, ნახეთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ და არ ვიცი, ვიღაცა ელოდება აქ აშკარად წარსულის ადამიანის დაბრუნებას, მეორე ვარიანტი. ნახეთ,
თქვენ ხართ სიტუაციაში და ენერგიებში, როდესაც ადამიანმა ვერ დაივიწყა და ვერ გაუშვა თავისი ენერგიებიდან ყოფილი მეუღლე, ყოფილი პარტნიორი, ყოფილი, რა ვიცი, მეგობარი, ხო, ადამიანმა, რომელმაც ვერ დათმო წარსული, ვერ გადადის ახალში და ჯერ კიდევ ელოდება ამ წარსული ადამიანის დაბრუნებას, ამ წარსულში დატოვებული ადამიანის მოტრიალებას. ხო, შესაძლებელია ყოფილი მეუღლეა, მაგრამ მაინც გაქვთ რაღაცა ისეთი მომენტი და განცდა, რომ ანუ აი უბრალოდ ვერ ჩაეხსენით ადამიანს. ხო, შეიძლება დაბრუნებასაც არ ელოდებოდეთ, მაგრამ აი მაინც იქ ტრიალებთ, ვერ გამოხვედით იმ წარსული მდგომარეობიდან. აი რაღაც ეს მომენტი არის. მოკლედ მეორე ვარიანტის ადამიანი აშკარად რაღაცა წარსულთან მოლოდინის რეჟიმში, რომელიც წარსულთან არის კავშირში. ხო, შესაძლებელია ის მომენტიც იყოს, ნახეთ კიდევ როგორი მომენტი იყოს აქ, რომ წარსულია, მაგრამ ველოდებით თავისით როგორ დალაგდება და როგორ გადავალთ ახალში, ხო? აი, ნახეთ, კარგი, დავხურე, წარსული გავიგე, მაგრამახლისთვის არაფერს არ ვაკეთებ მე, ხო? აი, ახალი ემოციების, თითქოს რაღაცას ველოდები, რომ თავისით მოხდება ყველაფერი, ხო? აი, არ ვიცი, ვთქვათ, ვიღაცასთან კოროდამპატიჟებს, ვთქვათ, ყავაზე არ მივდივარ, აი, რაღაც ეს მომენტია, მაგრამ ვთვლი, რომ რაღაცა თავისით უნდა დალაგდეს და თავისით მიხვდეს. ყოველ შემთხვევაში, მაინც რაღაცა მომენტი, ცოტა ისეთი დაპაუზებული, გაჩერებული სიტუაცია და მაინც რატომღაც მაინც წარსულისკენ უფრო მეტი გადახედვა ხდება. კარგით, ნახოთ აბა რა გიშლით ხელს თქვენ პირადი ურთიერთობის დალაგებაში. ნახოთ რა გიშლით ხელს პირადი. აქ აი კიდევ ერთხელ გავანებით წარსულთან ხართ და ვერ გადადიხართ ახალში. სულ რომ აი ადამიანი იყოს თქვენ კარზე და 24 შვიდზე გეხვეწებოდეთ, რომ გამომყევით ცოლად, რაღაც მომიყვანეთ ცოლად, არ ვიცი რა მომენტი. ნახეთ, თქვენ ჯერ კიდევ ვერ დატოვეთ ის და ვერ გადადიხართ ახალში. რა გიშლით ხელს და გიშლით არჩევანის გაუკეთებლობა, ანუ ვერ აკეთებთ არჩევანს. ვერ იყენებთ იმ შანსს, რასაც გაძლევთ სამყარო და რაღაცნაირად ნახეთ თქვენს თავს თქვენ თვითონ აპაუზებთ. აქაც მეორე ვარიანტი თითქოს როგორი მომენტია, იმდენად ხართ ამ წარსულზე, ну, არ ვიცი, ხა შესაძლებელია ვიღაცისთვის ძალიან მძიმე გამოცდილება იყოს წარსული, ხო, მაგრამ აქ რაღაცა მძიმე გამოცდილებას არა, აქ უფრო მოლოდინის რეჟიმს უფრო მიჩვენებს, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება. ხო, არ ვიცი, როგორ წავიდა, შეიძლება წავიდა, რომ აი რაღაცა მაცადე დავალაგებ ცხოვრებას, რაღაც 1-2 წელიწადი და დაუბრუნდები, ხო, შენთან რაღაც ანუ ფინანსურად დავლაგდები, რაღაცა სახლს ვიყიდი, ცხოვრებას ავიწყობ, აშკარად აქ ისეთი მომენტია თითქოს, რომ ადამიანი რაღაცას გპირდებოდათ, ნახეთ, რაღაცას გპირდებოდათ ამ დაპირებებიდან გამომდინარე. თქვენ ბოლომდე ვერ გაუშვით ეს ადამიანი და კვლავ ველოდებით გვერდებოდათ, რომ აი რაღაც, ну, არ ვიცი, ხა შეიძლება ვიღაცისთვის დავშორტები მეუღლეს, რაღაცა იქ მოვაგვარებ სიტუაციას და მე შენთან წამოვალ, ხო? მაგრამ ეს ადამიანი გავიდა და აღარ დაბრუნდა, ხო? რაღაცა რაღაც ისეთი მომენტი არის და შესაბამისად თქვენ ვერ ახერხებთ ამ სიტუაციების დალაგებას რა და როგორ უნდა მოხდეს და ნახეთ, ანუ საკუთარ თავს არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ შანსი, რომელსაც სამყარო გაძლევთ, რომელსაც გიგზავნით სამყარო, რაღაცნაირად მიიღოთ, ხო? ანუ თითქოს რეჟიმი გაქვთ ჩართული მოლოდინის, გაჩერების, დაპაუზების და აი რაღაც ერთ ადგილას დაველოდებ, აი ბავშვობაში რო იცოდნენ, რომ აი აქ დადექი ეხლა და დამელოდებ შობელი რო გეტყოდა და რო იდექი და ელოდებოდი ადამიანი ბავშვი, ხო? რომ აი ხა დედიკო შევა მაღაზიაში და გამოვა და კამფეტს გამოკიტეს. აი რაღაცა ეს მომენტი მომდის აქ. აშკარად მეორე ვარიანტი, რატო არ გამოგდით ურთიერთობა? იმიტომ რომ რატო ვერ გილაგდებათ? იმიტომ რომ წარსული ადამიანი არ ყავთ გაშვებული თქვენი ცხოვრებიდან. არანაირად არ აძლევთ სამყაროს იმის საშუალებასა თქვენი ცხოვრება მოტრიალდეს. აი რაღაცნაირი მოლოდინი გაქვთ იმის, რომ ეს ადამიანი
ადამიანი არ ვიცი დაბრუნდება, დატრიალდება რაღაცნაირად კი წასულია, კი რაღაცა არ გამოჩენილა შეიძლება რავი უკვე 2 წელიწადიც არის შეიძლება ხო თქვათ ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა თვეებია, მაგრამ ну რა ვქნათ არ გამოჩენილა და გამოჩნდება აუცილებლად დაბრუნდება ხო აუცილებლად მოვა ეს ადამიანი ჩემთან აი რაღაც ეს მომენტი გაქვს აქ მეორე ვარიანტთან გაქვთ კონკრეტულად პიროვნულად ვიღაცის დაბრუნების სურვილი, ვიღაცასთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი. შესაბამისად ვერ უშვებთ, შესაბამისად არ უშვებთ და სამყაროსაც არ აძლევთ იმის შანსს, რომ ახალი ურთიერთობა გქონდეთ. ანუ არ გინდათ ამ სიტუაციიდან გასვლა და აი ეს მყარას დამშვიდად ელოდებით აი ეს სიტუაცია თავისით როგორ მოგვარდება და დაალაგდება და ნუ რაღაცა გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენს ჰორიზონტზე. მოკლედ აი ესე გამოვიდა მეორე ვარიანტის შემთხვევაში არ გაშვებული წარსული გიშლით ხელს თქვენ და რჩევა ნახეთ იმისთვის რომ თქვენი ურთიერთობები დაალაგდეს გჭირდება ძალიან ძლიერი ემოციები ხო და თქვენი ან ძალა გჭირდებათ იმისთვის რომ მიიღოთ ეს ენერგიები იმ ადამიანებისგან და იმ გარემოსვისგან ვინც მოდის თქვენთან და არ იღებთ ხო სამყარო გეუბნებათ და გირჩევთ რომ მიეცით საშუალება რომ მოგცენ ის ძლიერი ემოციები რომელიც ესე ძალიან სჭირდება იმას რომ თუნდაც ანუ არის ის მომენტიც რომ აი ხანდახან არის რომ ვიღაცა სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ მეორე ადამიანი დაავიწყოს ხო ეს ძალიან ცუდია მაგრამ არის ხომ ეს თითქოს აი აქ სამყარო განვეთ რომ შემოუშვით თქვენში ის ძლიერი ემოციები და ძლიერი ენერგიები რომელიც შეგიცვლით თქვენს ცხოვრებას და იქნებით ბედნიერი ხო ანუ საკუთარ თავს მიეცით შანსები ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის საკუთარ თავს მიეცით ბედნიერების შანსი თუ ადამიანი წავიდა და არ უნდა და აღარ ბრუნდება და ან თქვათ დგახართ კი არას მდგომარეობაში და არც მიდის და არც ბრუნდება ხო ან ამ კარუსელზე როდემდე უნდა იყოთ ხო აი რაღაცა ეს მომენტი აქვს სამყაროს და რჩევაც არის ზუსტად ესეთი აი რაღაცნაირად სამყაროს მიეცით საშუალება რომ ადამიანს რომელსაც გამოგიგზავნით და რომელსაც გამოაგზავნით თქვენთან იმისთვის რომ უფრო ბედნიერება მიიღოთ ხო უბრალოდ მიეცით შანსი იმ ადამიანს რომ მოვიდეს თქვენამდე მოკლედ ესე გამოვიდა მეორე ვარიანტი და ნახოთ მესამე ვარიანტი პეტერ იასმის ყვაეშჩია თქვენ რა ენერგიებში ხართ აი მესამე ვარიანტი მე მგონი რაღაცა სიახლეების ენერგიებშია, რაღაცა ახალი ხდება მის ცხოვრებაში თითქოს, რაღაცა ახალი გასვიცნობიერება არის თითქოს. რა ხდება ამბა? ხო, აქ აშკარად რაღაცნაირად არის ახალი ურთიერთობა, მაგრამ ამ ახალი ურთიერთობა თითქოს არ გვჯერა, ხო? რაღაცნაირად ჯერჯერობით, ცოტა ისე ეჭვის თვალით უყურებთ ამ ახალ ურთიერთობას, რაღაცნაირად თითქოს აი ესე შემოვიდა ადამიანი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში რომ რაღაცა გიკვეთ, ყოველ შემთხვევაში თქვენი ენერგიები არის სიახლეების, ემოციების, ახლისკენ სწრაფვის, წინსვლის გაანალიზების, გააზრების მდგომარეობა და აი ნახეთ უკან მოვიტოვოთ ყველაფერი, ხო? აი რაღაცა არაფერი აღარ გვაინტერესებს, რაც გვიშლის ხელს, ყველაფერი ჩავხსნათ, ხო? აი რაღაცა ახალ ენერგიებში იმყოფება მესამე ვარიანტი. აი ახალი გამოწვევებისკენ მიდის, ესე ვიტყოთ. კარგით. ნახოთ აბა თქვენ რა გიშლით ხელს იმისთვის რომ პირადი ურთიერთობა დაალაგოთ. თქვენ რა გიშლით ხელს?
ნახეთ აქ თქვენ რა გიშლით ხელს აქ შეიძლება ითქვას ესეთი მომენტი რომ არ ვიცი აქ არის რაღაც სიტუაცია როდესაც როდესაც შეიძლება ესე ვთქვათ მესამე პირების არსებობაც არსებობდეს ხოლმე ანუ ნახეთ რა გიშლით ხელს ეს არის სიტუაცია როდესაც როდესაც ვიღაცა მესამე პირები ცდილობენ რაღაცნაირად თქვენს გაურკვევლობაში შეყვანას თქვენი ემოციების დაბლოკვას თქვენი წინსვლის თქვენი მიზნების თქვენი ბედნიერების დაბლოკვას ხო ეს არის მდგომარეობა როდესაც კონკრეტულად ადამიანები ცდილობენ მეორე ადამიანის კი არა და ორი ადამიანის ცხოვრებაში ჩაერივნენ და ვთქვათ გაუფუჭონ სიტუაცია ხო ანუ აქ ნეგატიური ზემოქმედება იქნება თვალი იქნება თუ ასე შემდეგ მესამე ვარიანტთან ნახეთ რა გიშლით ხელს თქვენი ურთიერთობის დაულაგებლობაში აი აქ არის ის მომენტი როდესაც მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თქვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ქალბატონი თუ მამაკაცი ტრიალებდეს ძალიან კარგად გრძნობდეს თავს ურთიერთობაში შედიოდეთ მაგრამ თითქოს რაღაცა ძალა არ გაძლევთ ბოლომდე მიიყვანოთ ურთიერთობა თითქოს რაღაცა მომენტში ნდობა გეკარგებათ ადამიანის მიმართ თითქოს რაღაცა მომენტში ჩაკეტვა გინდათ და თქვენი პირადი სივრცის დაცვა გინდათ რაღაცა თითქოს აი ვიღაცა ზის და ნახეთ რაღაც გეუბნება რომ აი მხარზე პატარა ეშმაკუნები დააჭდნენ ხო არის ხოლმე გამონათქვამი ხო აი რაღაცა ზის ვიღაცა და ყურთან გეუბნებათ რომ არ გინდა ეს არ არის შენი ადამიანი ამ დროს შეიძლება ის ადამიანი მართლა თქვენია და მართლა ძალიან კარგად ცდილობს ხო ეს ადამიანი რომ თქვენ ბედნიერება მოგცეთ ხო აი ვერ გადაყავთ ურთიერთობა სერიოზულ ურთიერთობაში იმის გამო რომ აი შინაგანად თუ აი რაღაცა გარედან ვიღაცის ესეთი ჩურჩულების მომენტი გაქვთ ხოლმე რომ აი რა გინდა თუნდაც შეიძლება იყოს აქ როგორი მომენტი და ეხლა მეგობარი რომელიც გაძლევთ რაღაცა რჩევას რა აი ეს ტიპი რა გინდა ხო არის ხოლმე ესეთი საუბრები ან თუნდაც ვიღაც დავიცი ოჯახის წევრები რომლებიც გეუბნებიან რომ არა შენი შესაძერისი არ არის მაგრამ ნახეთ თქვენ იცნობთ ამ ადამიანს ხო თქვენ გაქვთ კომუნიკაცია სხვა ესე მარტივად თქვენ ვერ იტყვის ახლა თქვენ რაღაცას დაახასიათებთ ამითი ვერ აწყობ ფაზლს ესე მარტივად და ვერ იტყვი ეს ადამიანი კარგია თუ ცუდია ამიტომ აი თქვენ ვინ გიშლით და რა გიშლით ურთიერთობაში ეს არის კონკრეტულად მესამე პირები რომლებიც ცდილობენ ნუ ვიღაცასთან არის ის მომენტიც რომ აქ კონკრეტულად მაგიური ზემოქმედებით არის ის მდგომარეობა რომ ჩაკეტილი მდგომარეობა ქონდეთ და ვერ წახვიდეთ წინ ხო ანუ არ აქვთ სურვილი იმის რომ იყოთ ბედნიერი და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის რომ თქვენ გქონდეთ რაღაცა სულ დისბალანსი თქვენს ემოციებში და ემოციური დისბალანსი საბოლოო ჯამში მატერიალურ დისბალანსსაც იწვევს. აქედან გამომდინარე მესამე პირებთან მიმართებაში ვიტყვი რომ თქვენ ცოტა სერიოზული პრობლემა გაქვთ იმასთან მიმართებაში რომ აქ არიან ესე კეთილის მსურველი ბჭყალებში ვინც ცდილობენ რომ თქვენი ენერგიები წაიღონ თქვენი ენერგიები მოიპარონ ხო და არ გამოვიდეს თქვენი ურთიერთობა ხო ეგ რაღაცა გარე ფაქტორების ჩარევის მდგომარეობა პირველი და მეორე ვარიანტისგან განსხვავებით აქ უკვე გარე ფაქტორები მუშაობენ და რჩევა სამყაროსგან აქ ნახეთ თქვენ უნდა შეძლოთ და თქვენი სულიერი მდგომარეობა, თქვენი ემოციების კონტროლი უნდა ისწავლოთ საკუთარი სივრცის დაცვა და თქვათ თუ ურთიერთობაში როდესაც შედიხართ მაქსიმუმად ეცადოთ რომ არ გაახმაუროთ
და აუცილებლად უნდა გჯეროდეთ სამყაროსი და აუცილებლად უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის, რომ იქნებით ბედნიერი კიდევ აი ეს მომენტი არის, ხო, აქ არის ის მომენტი, რომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ, ხო, საკუთარ თავზე, რომ არავის არ მისცეთ იმის საშუალება უბრალოდ დაანგრიოს და გააფუჭოს თქვენი ურთიერთობები. აი ესეთი გამოვიდა მესამე ვარიანტით, მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს. იმედია ცოტა რამეში დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია თითოეულ თქვენთაგანს და უფრო კარგად დააკვირდებით თქვენ პირად ურთიერთობაში რატო ხდება რაღაცა პატარ-პატარა პრობლემები და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაგზავნით ჩემი არხით დროებით.